ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი დღეს ელმავმშენებელ ქარხანას ესტუმრა წარმოება დაათვალიერა და ქარხნის ხელმძღვანელობა შეხვდა. ელმავმშენებელმა ქარხანამ საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ელმავლების შეკეთების ტენდერში გაიმარჯვა და მან 15,500,000 ლარის დაკვეთა მიიღო. ამ თანხით საწარმოო 8 ელმავალს შეაკეთებს. 2 ელმავლის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება, დანარჩენ ელმავლების შეკეთება კი ეტაპობრივად მოხდება. Eta იძლევა იმის გარანტიას, რომ კომპანიას არანაირი ფინანსური შეფერხებების გარეშე და პირიქით უკვე მოგებაზე შეძლებს ფუნქციონიროს 2010 წლის მანძილზე და ასევე არის გარკვეული ინოვაციები, რომელსაც გეგმავს ქართული მხარე, კერძოდ საუბარი არის ფრანგულ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ოპერატორთან ესენცევთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რაღაც ახალი ტექნოლოგიური ციკლი დაინერგოს საწარმოში. ბიუჯეტი ჯამური არის 15 მილიონი ლარი, ეს არის საქართველოს რკინიგზის მონაწილეობა 2010 წლის ნებისმიერ მიხედვით საქართველოს ეკონომიკაში. ამ ქარხანაში მუშაობს 1350 ადამიანი, რომლებიც დასაქმდებიან და გააგრძელებენ მუშაობას ამ ქარხანაში. 9 ელმავლის შეკვეთა ჩვენ ის მოგცა, რომ ჩვენ მინიმუმ 9 წელი გარანტირებული გვაქვს სამუშაო და ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი სამუშაო შემცირება არ მოხდება და პირიქით გავაგრძელებთ იმ პროექტებზე მუშაობას, რაც ჩვენ გვქონდა.